მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე მარინე გიგინეიშვილი ვარ, ეს დროა ჩემი საავტორო გადაცემა და დღეს ჩემი სტუმარია დეკანოზი კახაბერ გოგოდიშვილი, ამაღლების ტაძრის წინამძღოლი. მოგესალმებით. მოგესალმებით მამა კახაბერ და ეს და ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ჩემი გულის სიხარულით და მადლიერებით არის სავსე. ბედნიერი ვარ რომ მე სტუმრეთ, ბედნიერი ვარ რომ ჩემი ფორმატი თქვენთვის მისაღები გახდა და ვისაუბროთ. სიამოვნებით, მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის, რომ მეძლევა საშუალება თქვენს მაყურებელს ვისაუბროთ საეკლესიო რელიგიურ თემებზე. მადლობა. აი თქვენი ტაძრის ისტორიით რომ დავიწყოთ. თქვენ ტაძარზე როდის აიგო, რამდენი ხანია თქვენ იქ ხართ? აი რომ მაყურებელმა უფრო კარგად გაიგოს მის შესახებ. ჩვენ ტაძარი გახლავთ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი, ეს არის საბურთალოს სასაფლაოზე, პანთეონის შესასვლელში დგას ცენტრალურ ადგილას. ცნობილი ტაძარია, იმიტომ რომ ხშირად შემთხვევების გამო ადამიანებს იქ უწევთ მოსვლა და შესაბამისად ეს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ეს ტაძარი, მე მგონი ცნობილია მთელი საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე უფრო მეტად. ეს გახლავთ ტაძრის ისტორია თვითონ ასეთია, რომ იყო ასეთი პიროვნება, მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, მე თუ არ მეშლება ეს იყო სოციუზრუნველყოფის მინისტრი თავის დროზე, ბატონი თენგიზ გაზდელიანი, მე ახლა 90-იანი წლების ამბავს ვიხსენებ, მას შეემთხვა ოჯახში ძალიან დიდი ტრაგიკული ისტორია აქვს, რომ შვილი გარდაეცვალა, მოკლეს ეს მისი შვილი, მოგეხსენებათ თბილისში ამ დროს ძალიან არეული ვითარება და პერიოდი იყო და ნუ რაღაც ესეთი შეტაკების დროს მოხდა მისი გარდაცვალება, კახი ერქვა ამ ბიჭს სახელი, ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გარდაიცვალა ტრაგიკულად და ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა, რომ მისი შვილის სულის მოსახსენებლად აეშენებინა ტაძარი. ტაძრის მშენებლობა სადღაც 92 წელს დაიწყო, მიმდინარეობდა დაახლოებით 7 წელი და 99 წელს უკვე იკურთხა ტაძარი და მას შემდგომ ფუნქციონირებს. აი უკვე 26 წელიწადია, 27 წელიწადი დაიწყო, რაც ესე იგი ეს ტაძარი ფუნქციონირებს და მოკლედ ასრულებს თავის მოვალეობას. მინდა გითხრათ, რომ თავისი რაღაცა ყველა სამრევლოს შეიძლება კონდეს რაღაცა მიმართულება, რაღაცა მოძღვრის მიერ მიცემული, იმიტომ რომ არის მართლაც რომ მოძღვარი შეიძლება რაღაცა მრევლს ისე სხვადასხვანაირად ზრდიდეს, წვრთნიდეს, ქრისტეს გზაზე მიყავდეს, მაგრამ შეიძლება სდიახ საშუალებას სხვადასხვას იყენებდეს და ეს შეიძლება იყოს რაღაცა საქველმოქმედო, შეიძლება იყოს საღვთისმეტყველო განათლების, შეიძლება იყოს კიდევ რაღაც სხვა მიმართულება არჩე. ჩვენ რაღაცა ჩვენს ტაძარს ისეთი სპეციფიკა აქვს, რომ მოგეხსენებათ იქ ძალიან ბევრი გულდამწვარი ადამიანი, შეიძლება ესე ითქვა, ძალიან ბევრი შვილი გარდაეცვალა, ვიღაცას ძმა, ვიღაცას ახლობელი მამა თუ დედა და ეს ტაძარი მათთვის არის ნუგეში. და მოძღვრებით სწორედ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ მოსულ ადამიანს ხშირად ნუგეში სჭირდება, რაღაცა იმ ჭირის უფალს გამხნევება სჭირდება, თქმა სჭირდება იმისა, რომ განა თვითონ არ იცის, შეიძლება შინაგანად გრძნობს, მაგრამ აი გამეორება ამაში ძალიან ეხმარება, რომ გარდაცვალება გაქრობას არ ნიშნავს და რომ სული ცოცხალია და ეს კონტაქტი კვლავ შესაძლებელია მასთან და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ეს კონტაქტი და ამის საშუალებას ეს ტაძარი იძლევა სწორედ და ძალიან ბევრს უთქვამს კიდეც, რომ არ ყოფილიყო ეს ტაძარი, როგორ წარიმართებოდა ჩემი მომავალი ცხოვრება, ვთქვათ, ამ ტრაგედიის შემდგომ ჩვენ არ ვიცით, ვერ გვიჭირს ახლა ამაზე საუბარიო, ასე რომ ასეთი მადლი აქვს ამ ტაძარს კონკრეტულად ამ ადგილას. მე ზუსტად ვიცი ეს, რადგანაც ჩემი ქალიშვილი თქვენ მას ასწავლიდით ჯერ სკოლაში, მე მთელი მისი კლასი ისეა თქვენზე მოკრული, ისე ძალიან უყვარხართ, მამას გეძახიან და როცა მათ ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, კლასელი რომ გარდაეცვალათ, თქვენ იყავით და ხართ მათი დიდი ნუგეში. ასე რომ აი ეს დამოკიდებულება თუ უშუალო სიყვარულს სხვადასხვანაირი გზით მოიხვეჭავს ალბათ ადამიანი და ის გზა, რაც მიდის იმ ადამიანების გულებთან, რომელთათვისაც თქვენ ძვირფასი ხართ, ეტყობა ყველაზე მოკლე და ძალიან სწორი გზაა და ამისთვის მე
მადლობა მინდა გითხრათ, როგორც ერთმა ადამიანმა. კითხოთ მინდა, თქვენ გითქვამთ ხშირად, რომ ქრისტესთან ურთიერთობა ეს არ არის მონოლოგი, ეს არის დიალოგი. რას გულისხმობთ ამაში, რას ნიშნავს დიალოგი ღმერთთან? დიახ, ჩვენ ძალიან ხშირად ამ შეცდომაში შევდივართ, აი ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ცდილობს რომ რაღაცნაირად დაიწყოს ლოცვები. ან შეიძლება წარმოდგენაც არ აქვს ჯერ ეკლესიური ცხოვრება რომ აქვს დასაწყები, რადგანაც მოინათლა, უკვე ფიქრობს რომ ეს სრულიად საკმარისია და შემდგომ ნაბიჯებს თქვათ არაცნობიერებს და არ დამდგარა ჯერ მის ცხოვრებაში მსგავსი მომენტი. ძალიან ხშირად მიდის არასწორი მიმართულები და რას გულისხმობ ამ არასწორ მიმართულებაში, რომ იცის რომ უნდა წაიკითხოს ლოცვები. იცის რომ რაღაცნაირად უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით, იწყებს ამის ძიებას. აბა ფსალმუნი წავიკითხო, აბა თქვათ ეს ლოცვა წავიკითხო დილის თუ საღამოს თუ რაღაცა შუადღის და ავიწყდება ერთი რამ რომ შენ კი უნდა წაიკითხო ნამდვილად ეს ლოცვა და ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად უნდა ისწავლო მოსმენაც, იმიტომ რომ დიალოგი არის ორმხრივი ურთიერთობა. მონოლოგი არის სამხრივი ურთიერთობა. ამიტომ მე თუ ლოცვას ვისწავლი და ამ ლოცვის სწავლაზეც აუცილებლად უნდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვით, რას ნიშნავს ლოცვას ვისწავლი. ვიღაცამ შეიძლება იგულისხმოს რომ ზეპირ ტექსტის სწავლას ტექსტი დავისწავლე და ზეპირად უნდა ვამბობდე. არა, სხვა რამეს გულისხმობ და აუცილებლად დავაკონკრეტებ ამ ყველაფერს. თუ კი მე ლოცვას ვკითხულობ, ეს ყველა შემთხვევაში ჩემი მონოლოგია, იმიტომ რომ გამუდმებულად მე შეიძლება ვლაპარაკობდე. მაგრამ ღმერთის პასუხი ხომ უნდა მაინტერესებდეს ამ ჩემ ლოცვაზე. ამიტომაც ღმერთის პასუხს მაშინ გავიგებ, თუ კი მე მექნება საშუალება რომ გადავშალო ბიბლია და წავიკითხო, იმიტომ რომ ღმერთი ბიბლიის საშუალებით გელაპარაკება და შენ ლოცვის საშუალებით ელაპარაკები. აქედან გამომდინარე, როდესაც დაუბრუნდები ამ თემას, რას ნიშნავს ლოცვა? ლოცვა პირველის ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ შენ ისწავლო ღმერთთან ურთიერთობა. შენ ისწავლო რა უნდა სთხოვო ღმერთს, იმიტომ რომ შეიძლება კი გონია რომ რაღაცა კარგ კეთილსათხოვარს ითხოვ და სულაც არ იყოს ეს კეთილსათხოვარი. ან მიმართავ ღმერთს, მაგრამ არასწორად მიმართავ, იმიტომ რომ არასწორი წარმოდგენა გაქვს ღმერთის შესახებ. და შეიძლება ვფიქრობ მასზე როგორც პიროვნებაზე, რომელიც რაღაცა ადამიანთან გაიგივო, რაღაცა თეთრ წვერში წარმოვიდგინო კეთილი ბაბუა, რომელთანაც მიდიხარ და მხოლოდ სათხოვარს თხოვ რაღაცა თოვლის ბაბუას მსგავსად. ამიტომ ამ არასწორი წარმოდგენებისგან განთავისუფლება არის სწორედ ლოცვის სწავლა და არა ზეპირად დასწავლა ამა თუ იმ ტექსტისა. რადგანაც ზეპირად შეიძლება იცოდე ტექსტი, მაგრამ არაცნობიერებდე საერთოდ შიგნით რა წერია. ამიტომაც ვიწყებთ ტექსტის კითხვას და ეს არის ჩვენთვის როგორც ქრესტომათია, რომ აქედან უნდა ვისწავლო ღმერთზე სწორი წარმოდგენის შექმნა და აქედან უნდა ვისწავლო რა არის კეთილი სათხოვარი ღმერთისთვის და ამას ვინ აკეთებს? წმინდა მამები, რომლებმაც დიდი გამოცდილების შედეგად მიიღეს ის სულიწმინდის მადლი, რომ ეს ლოცვები ჩაწერილი იქნა, როგორც ისინი ლოცულობდნენ და ჩვენ ამას ვიმეორებთ. ხალხ შეიძლება გაჩნდეს თამამი კითხვა, რომ როგორ ახლა რითი განსხვავდებოდა ჩემგან ის ადამიანი? ყველა ადამიანი ცოდვილია, მე ცოდვილი ვარ და ისიც ცოდვილია. მან მიაღწია სიწმინდეს, გასაგებია და წმინდანთა დაშია გარდაცვალების შემდგომ, მაგრამ მეც რომ ჩემი სიტყვებით ვილოცო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაკრძალული არ არის, მაგრამ ჯერ უნდა იცოდე ღმერთზე სწორი წარმოდგენა რომ გქონდეს, როგორი ლოცო და უნდა ასევე კეთილი სათხოვარი რა არის და სწორედ ეს არის ქრესტომათია ჩათვალეთ წმინდა მამათა მიერ მოცემული, აი რომ იწყებს თქვა დილის ლოცვას. პირველი მაკარი დიდის ლოცვა წერია, სადაც ამბობს ღმერთო გამწმინდე მე ცოდვილი, რამე თუ არა მიქმნიეს კეთილის წინაშე შენსა. მაკარი რომელიც უდაბნოში ცხოვრობს, არის ესეთი მოღვაწე, არის ესეთი, ესე იგი სიწმინდით შემოსილი ადამიანი, რომ რაღაცა ყველანაირად ფრთხილობს, ცოდვა აირიდოს თავიდან, უცებ ესეთ რამეს ამბობს, რომ ერთი სიკეთეც კი არ მაქვს არაფერი გაკეთებული. ანუ ეს პირველი გაკვეთილია ჩვენთვის ლოცვის სწავლისა, რომ მე ლოცვას თუ ვაპირებ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დავინახო. დავინახო საკუთარი თავი, საკუთარი უსუსურობა,
რომ ღმერთის გარეშეა საერთოდ არაფერს არ წარმოადგენ. სიცოცხლის წყარო ყველა შემთხვევაში ღმერთშია და სიცოცხლის წყარო ყველა შემთხვევაში ღმერთია, რომელმაც მე არარსებობიდან არსებობაში გამომიხმო. და თუ ამას ვერ აცნობიერებს ჩემი სულიერი მდგომარეობა, მაშინ ჩემი ლოცვის კითხვა ემსგავსება დაახლოებით ისე თოვლის ბაბუას წერენ წერილებს ბავშვები და ჩემი მდგომარეობაც სწორედ ამას გავს, რომ მე რაღაცა მინდა, თანამდებობა მინდა, ის მინდა გავათხოვო, ამან ცოლი მოიყვანოს, ის რა ქვია, უკეთესი სამსახური, ხელფასის გაზრდა და ასე შემდგომ და ხოვნების ჩამონათვალი ხოლმე ხა ბავშვებს თავისი აქვს, დიდებს ალბათ თავისი, თოვლის ბაბუასთან მიმართებაში ვლაპარაკობ და ამას დაემსგავსება სწორედ და არ გეცოდინება, რომ ღმერთთან თავარი მასულდგმულებელი უნდა კონდეს შენ ეს ლოცვა, როგორც ისე იგი სიცოცხლის წყაროსთან, შენს გამომხმობთან არარსებობიდან არსებობაში, რომელმაც შენს გადასარჩენად ამავდროულად განკაცდა და ჯვარს ევნო და ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდგომ იწყებს უკვე ადამიანი ნამდვილ ლოცვას, იმიტომ რომ ხედავს ღმერთთან მიმართებაში თვითონ ვინ არის. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ აღმოჩნდებით ჩვენ იმ ფარისევლის რანგში, რომელიც მოდის ტაძარში და გულზე ჯიხს იცემს, რომ აი მე ამდენს მარხულობ, ამდენს ლოცულობ, ამ ჯულს ვინახავ, ყველს კი არ ამბობს, ყველაფერს აკეთებს მართლა. მაგრამ ცივი კედელია მასა და ღმერთ შორის აღმართული, იმიტომ რომ იქვე მოტრიალდება და იტყვის, რომ ამასავით კი არ ცხოვრობ როგორც ეს მეზვერი. ანუ ვიღაცაზე უკეთესი გონია თავი. და აი ეს უკვე დამღუპველი ადამიანის მდგომარეობა, რომ ვიღაცაზე უკეთესი თუ კი გონია თავი, მაშინ ლოცვას აზრი ეკარგება საერთოდ. ამიტომაც დაუბრუნდებით თქვენს კითხვას, დიალოგი არის მაშინ, როდესაც მე ვლოცულობ და ვიცი ნამდვილი ლოცვა რა არის, მნიშვნელობა მაინც შეიძლება ჯერ პრაქტიკაში ვერ განვახორციელებ, ვერ მივედი ამ სულიერ სიმაღლემდე, მაგრამ თეორიულად უკვე მაინც ვიცი რას ნიშნავს ეს და მისი მხრიდან პასუხს ვისმენ, როდესაც მე ბიბლია მაქვს გადაშლილი და ვკითხულობ. ეხლა რაც შეეხება ამ პასუხსაც უნდა დავკონკრეტდეთ ცოტა ხანი, რას ნიშნავს ეს მის პასუხს კონკრეტულად რომელი წიგნიდან მოვისმენ ბიბლიიდან. ვფიქრობ, რომ ბიბლია კი ნამდვილად წიგნების კრებულია. და ეგ ერთი წიგნი არ არის, იქ არის ძველი აღთქმის 50 წიგნი, ახალი აღთქმის 27 წიგნი შიგნით შესული, მაგრამ ბიბლია ერთმთლიან წიგნად აღიქმება მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრობრივადაც განიყოფა, ისტორიულადაც, ქრონოლოგიურად სხვადასხვა დროს არის დაწერილი, ერთმთლიან წიგნად აღიქმება, როგორც სული წმინდის მიერ ნაკარნახევი, ამა თუ იმ ავტორის მიერ ჩაწერილი ესა თუ ის ტექსტი. აქედან გამომდინარე, ყველაზე გაცვეთილი წიგნი, რომელიც შეიძლება ქრისტიანის ოჯახში იყოს, ეს უნდა იყოს ბიბლია. ბიბლია თაროზე შემოსადებად დასადები წიგნი არ არის, საჩვენებლად რომ ლამაზი ყდა აქვს და ბიბლია მიდევს სახლში, ასეთი რამ ქრისტიანისთვის, აი დაახლოებით ეს ისეთი ამბავია, ახლა ადამიანი სამედიცინო უნივერსიტეტში რო სწავლობდეს და ანატომიის წიგნი რო გადაუფურცლელი იყოს მის ოჯახში. კონდეს, მაგრამ აქვს, მაგრამ გადაუფურცლავ. და რა მნიშვნელობა აქვს წიგნს ჩვენს ცხოვრებაში? ხო, აი თუ თქვა მხატვრულ ლიტერატურას კითხულობ, მე ბავშვობაში მიყვარდა მახსოვს და იქ სამ მუშკეტერში დარტანიანი ვიყავი და მაშინ რა ქვია ირგებდით როლებს, გრაფი დელამოლი ვიყავი დედოფალ მარგოსთან და იქ სხვა ვიყავი კიდე ჟიულ ნუერში და იქ სულ რამ თუ კითხულობ ჩართული ხარ ამაში და განიცდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ ახან სიცილი შეიძლება მოგვაროს ამ წიგნმა, წაკითხულმა და შან შეიძლება ემოცია პირიქით გამოიწვიოს, რომ აგატიროს ადამიანი და რაღაცა ესეთი გზნობები წარმოსვა შენში, მაგრამ ეს წიგნი თუ თაროზე დევს, ამას ხო ვერ გააკეთებს. ვერაფრით ამ ემოციას შენში ვერ გამოიწვევს თაროზე დადებული წიგნი, სანამ არ გადაშლი და არ წაიკითხავ. შესაბამისად ვკითხულობთ ამას და იქედან ვგებულობთ ჩვენ ღმერთის პასუხს, რომ მე რომ ეს მსურს ღმერთისგან, აი ჩამონათვალი რაღაცა რომ აქვს გაკეთებული. ეხლა ღმერთს რა სურს ჩემგან? ეს ყველაფერი იქ წერია, იმიტომ რომ იქ არის მცნებებში ეს გამჟღავნებული, იქ არის რაღაცა პირადი მაგალითები მოყვანილი ძველ აღთქმაში მამამთავართა, პატრიარქთა, სამღვდელოთა, ახალ აღთქმაში უკვე თვითონ მაცხოვრისა, ქადაგება, მოციქულების მოქმედება და ასე შემდგომ და მათი ეპისტოლეები და მათი შეგონება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პასუხია იმაზე, მე როგორ უნდა ვიცხოვრო და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისეთი კითხვა გამიშთა, ისეთი მომენტი დამიდგა,
რომ ამაზე პასუხი ვერ გამცა ბიბლიამ, ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მაგალითი ჩვენ ბიბლიიდან შეგვიძლია დავუდოთ ადამიანს. ახალი ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. და მან ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მოძღვარის როლი. იქ ეს ყველაფერი არის, მაგრამ ის რომ გაიგო, ამის უნარი შეიძლება ყოველთვის ერთჩვეულებრივ ადამიანს არ ქონდეს. იმიტომ რომ წაკითხული ერთია მისგან შინაარსის გამოტანა და ის შინაარსი კიდე შეიძლება მრავალმხრივად გაიგო. ამიტომ გადამწყვეტია მე ვფიქრობ მან ნამდვილად გადამწყვეტია, მოძღვართან ურთიერთობა და მისი როლი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ახლა ადამიანმა რომ დაიწყოს დღევანდელი კითხვა. ესე თანამედროვე ქართულად შეიძლება კითხულობდეს ბიბლიას, მაგრამ რაღაცა იქ ისეთი პარადოქსები აღმოაჩინოს, რომელიც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიაო, შეიძლება თქვა ასეთი რამ. და თუ ნებას მომცემდა დრო გვაქვს, მე მაგალითს მოვიყვან ახალი აღთქმით. ახალ აღთქმაში არის ერთი ასეთი იგავი მოთხრობილი, მე მოკლედ გეტყვით, რომ ერთი დიდებული მაცხოვარი ყვება ამიგავს, რომ ერთი დიდებული გადაწყვეტს, რომ ქორწილი გამართოს და გააგზავნის თავის მსახურებს, რომ და მოიწვიოს ესე იგი რჩეული საზოგადოება. ეს რჩეული საზოგადოება უარს იტყვის ქორწილში მოსვლას. ამის შემდგომ გადაწყვეტს, რომ გააგზავნოს ეს თავისი მსახური და მოაგროვოს ქუჩაში თუ ვინმე მათხოვარია, სადმე გზაჯვარედინზე ზის და ფულს ითხოვს. ვინმე უძლურებაშია დავარდნილია, მოკლედ მთელ გაჭირვებულთა დას შეკრებს და შემოიყვანს ამ ქორწილში. ბოლოს, რა თქმა უნდა, ვინც გამართა ეს ქორწილი, ეს ბატონით შემოდის და ხედავს, რომ ერთ ადამიანსო საქორწინე შესამოსელი არაცვია. და მივა მასთან დეუბნება, მოყვასო შე რატომ არ გაცვია საქორწინე შესამოსელი, ის ვერ პასუხობს ვერაფერს, გააგდეთ ეხლავე ეს გარეთო და გააგდებენ მას გარეთ. ეხლა ნამდვილად თუ არ იცი რაღაცა ტრადიცია, თუ არ იცი ამის დაწერის დრო და რას გულისხმობდა მაშინდელი ქორწილი, ვერაფრით ვერ გაიგებ ამას. წარმოდგენაც რატომ ესე იგი მათხოვარი დაპატიჟო, შემოიყვანო და მე მოთხოვ ეხლა რომ რატომ პიერ კარდენის შარვალ კოსტუმი არ გაცვია, დაახლოებით ასე მესმის დღევანდელი გაგებით მე ეს იგავი, ხო მართალია? ხო, მოვთხოვე რომ რატომ არ გაცვია ეხლა შენ შესაბამისი ესა პიჯაკში და ჰალსტუხში რატომ არ ხარ გამოწყობილი? სინამდვილეში საქმე სულ სხვა რამეშია. მაშინდელი ქორწილის ტრადიცია იყო ესეთი, რომ აკეთებდნენ თეთრ მოსასხამებს და ვინც ქორწილში შემოდიოდა, თვითონ მასპინძელი ახვედრებდა ამას. ვინც შემოდიოდა ამ ქორწილში, ამ თეთრ მოსასხამს მოისხამდნენ, რომ ყველა ამ საზეიმო განწყობით, ყველა ერთფერში, ყველა რაღაცა ყვავილებით ხელში, ასე უნდა შეგებებოდნენ აი ამ ზეიმს. მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი და ეს იყო მასპინძლის დადი ძალიან დიდი უპატივცემულობა, შენ თუ მოინდომებდი, რომ ეს არ გცმოდა და რაღაცა შენი წარმოგეჩინა იქ, რა მნიშვნელობა აქვს, მათხოვარი იყავი თუ ძალიან მდიდარი. ძალიან მდიდარიც რო ყოფილიყავდი, გეთქვა რომ მე მაგაზე უკეთეს ნაჭერს შევიკერავ, ეს იყო მასპინძლის ძალიან დიდი უპატივცემულობა. ამიტომაც ეს გაჭირვებული ადამიანი, რომელიც ეხლა არ ეკუთვნოდა არანაირად და ამ დიდებულ ქორწილში დაპატიჟეს, მასაც მიართვეს ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ სხვაც მის მსგავსი გაჭირვებულები, მაგრამ ამ ერთს არაცვია მხოლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მან უგულებელს ყო. მან არაფრად ჩათვალა ეს საჩუქარი. მან იფიქრა, რომ მე რა მოხდა, მეკუთვნის ალბათ. ძალიან ხშირად ადამიანი ასე ფიქრობს, რომ დილით თვალს რომ გაახელს ეს ჩვეულებრივი ამბავი გონია. ზერო თავის დროზე ამოდის და თუ არა რომ თავის დროზე ჩადის, ეს გონია რომ ასე უნდა ხდებოდეს. ყოველი ახალი დღე არის ჩვეულებრივი. ხო, რაღაცა თითქოს ამისთვის მადლიერება არ სჭირდება. ესე ხდება ის რომ ფეხქვეშ გათელა ხდება იმ სიწმიდისა, როდესაც ადამიანი მოინათლება, ნათლობის დროს თეთრსაცმევენ მას თუ გახსოვთ და ეს იგავი სწორედ ამას განასახიერებს, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტა გადავუხვიეთ თემას. მე დაუბრუნდები აუცილებლად რითიც დავიწყე საუბარი, რომ ხდება რომ აი ამ თეთრს მოისვრის და ფეხქვეშ გათელავს, როდესაც ამ ნათლობას ფაქტიურად უარყოფს რითი თავისი საქციელებით, აღარ ცხოვრობს იმის შესაბამისად, რა მრწამსით წარმოთქვა მან აი ამ ნათლობის დროს, აღარ ზნეობრივად, აღარც მორალურად, აღარც ესე იგი რელიგიურად აღარ გააჩნია მას ეს გრძნობები და ეს გახლავთ სწორედ უგულებელყოფა იმ მასპინძლისა, შეიძლება ესე ითქვას, ვინც მიგიწვია აი ამ დიდებულ ქორწილს ზეციურ ტრაპეზზე. მაგრამ აი ახლა ამ იგავს თანამედროვე ადამიანი ბუნებრივია ვერ გაიგებს თუ არ იცის ეს ამ კონტექსტში. ამ კონტექსტში ვერ გაიგებს თუ არ იცის მაშინდელი ეს ტრადიცია. ვერაფრით ვერ გაიგებს ახლა აბრაამი რომ ჩადის ყველგან სადაც ჩავიდა ჭაგათხარა. რას ნიშნავს ეს ჭაგად? გასაგებია რომ ეს სჭირდება, რა ქვია,
წყალი, იმიტომ რომ უდაბნო ადგილია, მაგრამ სადაც ეს ჭა გათხარა, ყველგან რაღაცა წარმართული სოფლებია დასახლებული. და რატო აკეთებს ამას იქ? თავისი კარავი სადაც არის, იქ რატო არ თხრის ამას? იმიტომ რომ მაშინ იყო ასეთი ტრადიცია. ამ ჭას ძალიან დიდი ლოდი უნდა დაეფარებინათ მისთვის და მთელი სოფელი დათქვამდა ერთ და იმავე დროს, მაგალითად საღამოს 6 საათზე ვიკრიბებით. 5-6 კაცი ამ ლოდს გადაწევდა და მთელი სოფელი ამოიღებდა წყალს. ა ブラ ამისთვის ეს საშუალება იყო, რომ ერთი ღმერთის შესახებ ქადაგება. ანუ მთელი სოფელიაში სხვა დროს როგორ უნდა შეეკრიბა, მაშინ ტელევიზია არ იყო და უკაცრავად არც ის მეგაფონი რომ გამოეცხადებინა და ძალიან გთხოვთ მობრძანდით რაღაცა სათქმელი მაქვს თქვენთვის. ამიტომ გათხარა ჭა, აგერ წყლის საშუალებაა და დათქმულ დროს მთელი სოფელი აქ არის. ა ブラ ამ საშუალება აქვს თქვას, რომ ერთი ღმერთის შესახებ ქადაგება მისი პირდაპირი მოვალეობაა და ამას ასე აკეთებს. ამიტომაც ბიბლიაში წაკითხული ეს ტექსტი, რომ მან გათხარა ჭა და მერე იქ წარმართება ისევ ამოავსეს, მერე ისააკი მოვიდა მისი შვილი და ისევ ამოთხარა ეს ჭა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ამ პლატფორმას ამბიონს იმზადებენ, მოდით თანამედროვე მითი რო ვთქვათ ეკლესიური გაგებით, ამბიონს, სადაც ღდელი დღეს და ქადაგებს დღეს, მათთვის ეს ამბიონი სწორედ ამ ჭის პირი იყო, სადაც შეეძლოთ ამ საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწვიოთ. მაგრამ ინტერესო. ეს ტრადიციები თუ არ იცი, ამ ებრაულ ტრადიციებს თუ არ გაცნობი ხარ, მაშინდელი წერის კულტურა როგორ იყო ეს თუ არ იცი, რა თქმა უნდა გაგიჭირდება. გაუგებრობაში შედიხარ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაგალითია, რომ ასეთ რამეს ამბობს მათეს სახარება იწყება, აი ახალი აღთქმა, რომელიც ჩვენი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს და ყოველდღე ვიხედებოდი. წერია ასეთი რამ ჩამონათვალია, იწყება მისი გენეალოგიით და ამბობს, რომ ა ブラ ამიდან დავითამდე 14 თვე, დავითიდან ბაბილონის წყევებამდე 14, იმიდან რა ქვია, წყევებიდან ქრისტემდე 14. დაათვლი და არც ერთი არ არის 14. არც ერთი ციფრი 14-ს არ ემთხვევა. და თუ არ იცით ებრაელების აზროვნება როგორი იყო მაშინ, როდესაც ეს იწერებოდა, ვერაფრით ვერ გავიგებთ. სინამდვილეში ეს არის ერთი რამ. გამოცანა, ჩვენ ეხლა რამას როგორც კი, აი მე თანამედროვე ქართველი კაცი გადავშევ და 14 და მაინტერესდა და გადავთვალე იყო თუ არა 14. არ იყო 14. ებრაელი ამას იცით როგორ წაიკითხავდა. მათ ეს სახარება კონკრეტულად ებრაელების მეთადმი იყო მიწერილი. როგორც კი ეთყოდა 14 ის მაშინ ესე ეთყოდა 14 იწერება DVD. DVD არის დავითი, იმიტომ რომ ხმოვნები არ იწერება იმაში. ანუ სამჯერ იმეორებს დავითს, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველების შესახებ მიგანიშნებს, რომ დავითის ტომიდან უნდა მოვიდეს იესო ქრისტე. და სამჯერ გამეორება ებრაული ტრადიციის თანახმად ნიშნავს ბეჭედ დასმულ დასტურს, რომ ღვთისგან არის ეს. ამიტომაც არის ესეთი გასაღებები, რომელ გასაღებსაც ეხლა როგეუბნება თითქოს აღმოჩენა გააკეთა და ადამიანმა ისეთი სიხარული შემოდის მასში და მისთვის გასაგები ხდება ეს ტექსტი. ამიტომაც არსებობს მოძღვარი, ამიტომაც არსებობს სასულიერო განათლება, ამიტომაც არსებობს ეს ღვთისმეტყველო სკოლები და ამისი არ გამოყენება კარგი გაგებით გულის გაბყოლებს მისასვლელად. ხო, გაბყოლებს, რა თქმა უნდა, რომ გაბყოლებს ცხოვრებაში. ხო, აი ჩვენ ვამბობთ, რომ აი განათლების შესახებ, როდესაც გვაქვს საუბარი, ჯერ პირველ რიგში ალბათ უნდა გავმეჯნოთ ერთმანეთისგან რა არის განათლება და რა არის ერუდიცია. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. თანდაყოლილია ერუდიცია და განათლება შეიძლება მიიღო. ინფორმირებულობა მაგალითად შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს, რა ვიცი, 1000 წიგნი. მაგრამ განათლება აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს. ჩვენ საეკლესიო გაგებით განათლებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აი ვიღაცა შეიძლება მაგალითი მოიტანოს, ანტონი დიდმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ აბა ნახეთ მისი მოღვაწეობის შედეგად ის ისეთ ტექსტებს კარნახობდა თავის მორჩილებს, რომ არის ჩაწერილი, ეს არის ძალიან ღრმა ადამიანი, რომელიც სულის ისეთ რაღაცა ბნელ კუნჭულებში იხედება და ხედავს ამ ყოველივეს და გასწავლის როგორ უშველო რა წამალი მოგცეს ამის საკურნებლად რაღაცა ვთქვათ მავნე ჩვევებისგან თუნდაც თავის დასახსნელად, აბა როგორ მიაღწია ამ ყველაფერს. ეს არის ის ქრისტეს ნათელი, რომელიც ჩვენში უნდა შემოდიოდეს. აი ეს არის ნამდვილი განათლება და სად შეიძლება ხდებოდეს ეს თუ არა ეკლესიაში. ეკლესიაში ჩვენ რომ დავდივართ, საკვირაო წირვას ვესწრებით. ერთადერთი მიზანდასახულობა, განათლება. და რომელ განათლებაზე ეცით საუბარი, რომ მე რომ იქ მივედი და მივიღე მონაწილეობა ამ ლიტურგიკაში და ვეზიარე ქრისტეს ნათელს და პირდაპირ გაგებით ვეზიარე ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, მე უნდა წამოვიღო ეს სახლში.
მე უნდა წამოვიღო ეს სამსახურში იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აზრით, გონებით, გულით, ცოდნით და გეტყვით როგორ თუ მე ტრანსპორტში ვიღაცას თავზე გადავახტი და უზრდელურად მოვიქეცი მე არ წამომიღია მაშინ ქრისტე და არც მოგისმენია და ვერც გაგიგია და ვერც გამიგია ვინ არის ქრისტე თუ მე იმ სამსახურში მივედი და კარიერის გამო ყველაფერი ვიკადრე არც მაშინ არ წამომიღია ქრისტე და არ გავნათლებული ვარ თუ სახლში მივედი და დავაწიოკე ოჯახი და ცოლ-შვილი არც მაშინ თუ მეზობლებს თავი მოვაძულე ჩემი ანჩხლი ხასიათით არც მაშინ არ მიმიღია ქრისტესთან მე არანაირი კავშირი არ მქონია აქედან გამომდინარე ეს სინათლე ქრისტეს ქადაგებისა არის შენს ცხოვრებაში პირდაპირ შეიძლება ასახული იმით რომ როგორი კაცი ხარ როგორ ცხოვრობ ყველაფერი ამაში გამოჩნდება და ეს არის შენი განათლება აქედან იწყება შენი განათლება და ამის შემდგომ არის უკვე ის რაც უკვე ვთქვით რომ წმინდა წერილიდან ეძებ უკვე აღმოაჩენ რაღაცა პარადოქს ამისთვის მიხვალ არსებულ მოძღვარი რომელსაც უკვე სპეციალური განმარტება აქვს რომ ხო მიგითითოს თორემ აქ ლაპარაკი არ არის რომ ახლა ყველამ უნდა ავდგეთ და საღვთისმეტყველო განათლება მივიღოთ თქვა აკადემიაში სწავლეთ იმიტომ რომ ვიღაცა ექიმია და კარგი ექიმი და ვერ მოვაცდენთ ჩვენ ახლა იმას რომ წავიყვანოთ და საღვთისმეტყველო განათლება მიცეთ ვიღაცა კარგი მასწავლებელია და ვიღაცა კარგი პურის მცხობელი კიდე და ვერ ვიზამთ ამას მაგრამ ის რომ განათლება მან ეკლესიიდან უნდა წამოიღოს აი ეს სინათლე ქრისტესი რაზეც ვლაპარაკობთ ეს ნამდვილად აუცილებელია და ამ ნათელს თან უნდა ახდეს ღვთის პასუხის ძიება რომელსაც ჩვენ ბიბლიაში უნდა ვეძებდეთ და უნდა ესე იგი იქიდან აი ამ ყველაფერს იღებდე მაგალითს და ეს მუდმივი პროცესია აუცილებლად ეს არ გახლავთ რომ მე გეტყვით ამას ერთი ცხოვრება ისწავლე და დამთავრდა ხო რაღაცა ბიბლია ერთხელ წავიკითხე და მორჩა ყველაფერი ვიცი სულ რომ ზეპირად დაიმახსოვრო მთელი წიგნი საერთოდ არ არის ესე იმიტომ რომ მოთხრობილი რამდენიმე მაგალითიდან ახლა მე თქვენ უკვე გითხარით რომ თუ არ გაიგე ის ტრადიცია რას გულისხმობდა მაშინ ეს რომ გაზრება მიდგომა რას ნიშნავს ეს 14 და რო გადათვლი არც 1.14 არ არის რას ნიშნავს ეს ამას ეს უკვე სხვა მსჯელობას მოითხოვს, სხვა დაფიქრებას მოითხოვს, სხვა ახსნას მოითხოვს. შესაბამისად, ეს მუდმივი პროცესია, ამიტომ რომ ბიბლიაში ეს ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და რაღაცნაირად ნელ-ნელა იზრდება ამითი ადამიანი, იმიტომ რომ ერთ და იგივე წიგნს რომ წავიკითხავ, თუნდაც ეს მხატვრული ნაწარმოებიდან იყოს, ჩვენ რაღაცა ახალს აღმოვაჩენთ. სხვადასხვა მხრიდან და ცხოვრებაც ხომ ეს არის, არა? მუდმივი სწავლა, მით უმეტეს წმინდა წერილი ეს არის. წმინდა წერილი განსაკუთრებულად ეს არის რომ ყოველ ახალ წაკითხვაზე რაღაცა ისეთი ახალი იხსნება ისეთი შემოდის სულიერად უფრო იმედიანი გახდე უფრო დიდი ოპტიმიზმი შემოვიდეს შენში ეს არის ალბათ მთავარი იმიტომ რომ მოკვდავს რომელსაც ყოველს ძალიან იმის ეშინია რისიც ეშინია და ეს არის არ ყოფნა აი ეს არ ყოფნა ყოფნაში გადაიყვანოს და აჩვენოს ის გზა, როცა მას არ უნდა ეშინოდეს, როცა მას ყავს ისუს არმაზარი მფარველი, რაც არის ცა ქრისტე და მისი რწმენა. ნამდვილად, თუმცა კი არ ყოფნაში ვეღარ შეიძლება ინატროს კიდეც ადამიანმა რაღაც მომენტში, მაგრამ არ ყოფნაში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდება ადამიანი, ის ყოველთვის ყოფნაში დარჩება, არ ყოფნიდან მოსულია ყოფნაში, მაგრამ ვეღარ დაბრუნდება უკვე. და შესაბამისად ღმერთი არასდროს არ ძალადობს ადამიანზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და თითქოს ჩვენ რაღაცა თანამედროვე საზოგადოებას ნაკლებად გვესმის ამისა რომ თითქოს მე რადგან მოვინათლე და გავხდი ქრისტიანი ამის შემდგომ მეტი აღარაფერი აღარ მევალებ პირიქით გევალება აუცილებლად იმიტომ რომ ერთხელ მისვლით თქვათ ფიზკულტურის დარბაზში ვერ გახდები სპორტსმენი ხო სწორედ იქ აიღე პასუხისგებლობა როცა მოინათლე ხო აქ ავიღეთ ჩვენ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ იქ ნათლობის წინ სანამ უშუალოდ ნათლობა შესრულდებოდა, ფაქტიურად აღთქმა დავდე, რომ განვეშორები ბოროტისაგან, რომ შეუდგები ქრისტეს და ქრისტეს შედგომა რას ნიშნავს? მის შემდგომ სვლას არ ნიშნავს. აი ნაბიჯების გავლას არ ნიშნავს, რომელიც მნიშვნელობითაც ნიშნავს ამას. ნაბიჯების გავლა რომელიც მან გაიარა. შესაბამისად, ეხლა მე თუ გულხელს დავიკრებ და ვიტყვი რომ მე არაფერს არ გავაკეთებ და ახლა აწი თვითონ ქრისტემ უნდა იმოქმედოს, ეს არასწორია. მაშინ გამოდის რომ ის შენზე ძალადობს. ის შენ ძალადობრივად ამ ბიბლიის აი ამ ჭეშმარიტებასთან შენს თავში არ ჩადებს. შენ თუ არ დაიწყე ამის კითხვა,
ისე ძალადობრივად არ მოხდება. Როცა იწყებ პირიქით გადმოდგამს ნაბიჯს და აი ეს გახსნილობა, რომელსაც მოგცემს დიალოგი შედგება. დიახ, ის გახსნილობა, რომელიც ჩვენს გულში რაღაცა სინათლესავით გამობწყინდება, რომ ვაიმე ეს რამდენჯერ მქონდა წაკითხული და თურმე ეს ხომ ამას ნიშნავს, ეს ხომ ამას გულისხმობს. რაღაცა ისეთი სიხარულის მომტანია თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ეს უგრძნია ყველა დამეთანხმება, რომ აი მაშინ დააფასებს ამ ყოველივეს, მაგრამ თუ არ იშრომებს და არ იზრუნებს, ვერაფრით ვერ გააკეთებს. საიდან დავიწყეს ლაპარაკი, რომ თუ კი ადამიანი არ აირჩევს ამას ყოველივეს, გამოდის რომ მის გარდაცვალების შემდგომაც ღმერთის გარეშე რჩება. და ღმერთის გარეშე დარჩენა ნიშნავს, რომ ირჩევ ან სინათლეში ყოფნას, ან სიბნელეში ყოფნას. ამ სიბნელეში მყოფობის დროს ადამიანმა შეიძლება უკვე ინატროს მართლა, რომ კვლავ არ ყოფნაში გადავიდეს, სადაც ვეღარ გადავა. და რჩება იქ, რაც მან აირჩია. ერთხელ გამოიხმეს ის და მისცეს გზა, რომელიც მან ვერ გამოიყენა. და რჩება იქ, რაც მან აირჩია. რაც ღმერთმა არ დააძალა და მის არჩევანს პატივისცა, თითოეულ ჩვენს არჩევანს წემს ღმერთი პატივს და შესაბამისად ძალადობის ქვეშ არ ვიმყოფებით ამ ხრივ და აღმოჩნდებით იქ, რასაც ავირჩიოთ. მაინტერესებს ძალიან და მინდა კითხოთ, სიყვარული თანდაყოლილი გრძნობაა თუ სიყვარული უნდა მოიხვეჭო შენში, უნდა გაზარდო, ისწავლება სიყვარული? სიყვარული ისწავლება ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ სიყვარულის არასწორი გაგება გვაქვს ადამიანებს და არასწორი წარმოდგენა გვაქვს და ეგოიზმი და სიყვარული ერთმანეთში გვერდება. უპირობო სიყვარულია, ხომ ქრისტიანული სიყვარული არის, რომელსაც ჭირდება სწავლა. და რაც შეეხება ეგოისტურ სიყვარულს, არანაირი სწავლა არ სჭირდება მას დაბადებიდან ადამიანს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დედა იმიტომ მიყვარს რომ ჭირდება. მე რას მივიღებ აქედან? დიახ, ზუსტად ასე. თავარი შეკითხვა მოკვდავის, რომელიც მე უნდა გადავიდეს უპირობო სიყვარულში. აი, გამშობლებს უფრო მეტად აქვთ ხშირად ეს მომენტი, რომ აი ახლა იმას შვილს შეიძლება დაუშალოს ქორწინება, იმიტომ რომ მას არ მოსწონს ან სარძლო ან სასიძო და ამ დროს საერთოდ არ განიცდის, რომ ეს მას არ მოსწონს, თორემ მისი შვილი ყურებამდეა შეყვარებული და ამ ბედნიერებაში უშლის. შენ თუ კი გიყვარს, როგორ შეიძლება ბედნიერებაში უშლიდე ვინმეს ხელს? ეხლა თუ ნამდვილად ხედავ რომ რაღაცა უბედურებას აქვს, არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ვამბობ რომ რაღაცა ისეთ კაპრიზებს რომ მოძებნიან ახლა ან გვარიშილობას დაისწონებენ ან შეიძლება მოინახოს. ან რაღაცა შეიძლება გარეგნული მის არ მოსწონდეს ეხლა თვალის ფერით და ეს არის მხოლოდ მიზეზი. ეს არის აბსურდული მიზეზი, რომელიც ადამიანის ეგოიზმით სულდგმულობს მხოლოდ და მეტი არაფრით. მაგრამ ახლა თუ კი ხედავ რომ რაღაცა არაწესიერებასთან არის საქმე, მაშინ ნამდვილად გზით მიდის შვილი, შენ ვალდებულიც ხარ ამ დროს ალბათ მას უთხრა და უნდა შევაბრუნოთ. გააგებინო თუ გაიგებს. აქაც არსებობს რაღაცა ზღვრები, დიახ, აქაც არსებობს ზღვრები. არ უნდა იძალადო ამას გულისხმობთ ხომ? აი ეს რომელიც ზღვრებიც უნდა იქნას დაცული და პატივი უნდა ვცეთ ჩვენი შვილების არჩევანს ამ შემთხვევაში. ეხლა ეს რაც შეეხება ამ ეგოისტურ სიყვარულს, რომ იმიტომ მიყვარს, რომ საჩემოთ მიყვარს ყველაფერი თქვა, ეხლა შვილი საჩემოთ მიყვარს, შეყვარებულიც შეიძლება საჩემოთ მიყვარდეს. არის კი ესეთი, კი. როგორ არ არის? თუ კი ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ასე ვიტყვეთ, თქვა ამ ჩემს შეყვარებულს სხვა უყვარს. მე მაშინ მას ბედნიერება უნდა უსურვო, თუ კი ის ნამდვილად ძნელია ცოტა. ვინ ამბობს რომ ადვილია? აი ძალიან ძნელია, მაგრამ ვინ ამბობს რომ ადვილია? რთულია. მაგრამ შესაძლებელია, შეუძლებელი არ არის. ამ სიყვარულისთვის მიუღწევიათ ადამიანებს. როდესაც პატიება მიუციათ თავისი შვილის კვლელისთვის მაგალითად. ხომ მიუღწევიათ? ამიტომ ეს სიყვარული ისწავლება მეთქი, როდესაც ვამბობ აი უპირობო სიყვარულზე, როდესაც არის ლაპარაკი, რას გულისხმობ ეცით ამაში? ეს არის უკვე ის გამოვლინება საღვთო სიყვარულისა, რომ ღმერთს შენ იმიტომ კი არ უყვარხარ, რომ კარგი ხარ. ღმერთს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. და ამაში მიმსგავსება არის ნამდვილი სიყვარული, რომ შენ შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. დაანებო უნდა იმ ილუზიებს თავი რომ შენ ახლა ვიღაცის გამოსწორებას შეძლებ. უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის, თუმცა კი მცდელობა არ უნდა დააკლო. ყველანაირად კარგი მაგალითი უნდა მისცე. ზნეობისაც, ადამიანობისაც, რელიგიურობისაც, თქვათ, ქრისტესთან ურთიერთობისაც და სხვა მხრივ ყველანაირი მაგალითი უნდა მისცე პირადი ცხოვრებიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და თუ საჭირო იქნება შეგონებითაც. მაგრამ უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. რას გულისხმობს ახლა ეს ამბავი, რომ პირველ რიგში რომ ეს გავაკეთო,
პირველი ნაბიჯი ის უნდა გადავდგა, რომ არ უნდა მძულდეს. აი ეს უნდა იყოს რა, რომ ეს არ ხდება, რომ ეხლა ერთი ხელს გავატკაცუნებ მე ესე და ეს ყველაფერი ერთბაშად შესრულდება. არა, ეს სულიერი მუშაობა ჭირდება, შრომა ჭირდება, შრომა, განათლება. ან რაღაცა დამიშავა ვთქვათ ადამიანმა და ძალიან გამწარდი მასე. პირველი ნაბიჯი რაც უნდა იყოს, ის არის რომ სამაგიერო არ გადავიხატო. ეს უკვე შრომა არის, რომ მე სიყვარულისკენ მივდივარ. მეორე დიდი ნაბიჯი ის არის, რომ არ უნდა მძულდეს. მესამე დიდი ნაბიჯი ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა განვიკითხო და აღარ უნდა ვილაპარაკო მასზე გამუდმებულად, რომ ამან რა გამიკეთა და ეს რა ზიანი მომაყენა, თქვა, სულიერი თუ მატერიალური რა მნიშვნელობა აქვს. თუ ღალატი თუ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდე. შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ის, კი არა რომ შენთვის სულ ერთი ხდება ეს ადამიანი. არამედ უკვე გულშემატკივრობას იწყებ, რომ მას რომ ეს შეეშალა და როცა მიცი რომ მან ნამდვილად დააშალა და რომ ამ ცოდვაში იმყოფება, გულშემატკივრობის განცდა უნდა გაგიჩნდეს და უნდა თქვა რომ მიღუპება ეს ადამიანი, თუ ამ ცოდვაში დარჩება, თუ ამ პრობლემაში დარჩება, ვერ გააცნობიერებს, იღუპება ეს ადამიანი და მისთვის სულ ცოტა შეიძლება ის არა რომ მიხვედე ეხლა და გულში ჩაიკარი და უთხარი რომ დავივიწყე ყველაფერი. არა, ვერ დავივიწყებ ამ ყველაფერს, მაგრამ ის რომ ლოცვას გადაშლი მისთვის და წაიკითხავ და ეთქვი ღმერთო გონებაზე მოიყვანე ეს ადამიანიო, ეს უკვე ძალიან მიახლოებული არის იმ სიყვარულთან, რომელსაც საფრთხო სიყვარული ქვია, რომელიც პირდაპირ ასე ხმობს, რომ იმიტომ კი არ მიყვარხარ, რომ კარგი ხარ, იმიტომ მიყვარხარ, რომ არსებობ. უბრალოდ რომ არსებობ, არ არსებობიდან შემოხვედი არსებობაში, ამიტომ მიყვარხარ. აი თქვენ უდიდესი გამოცდილება გაქვთ და მინდა აი გკითხოთ. ბევრს არ შეუძლია ეს თუ შეუძლია. რამდენად მიღწევადია, აი რაც თქვენ ბრძანებთ, ეს ხო ძალიან რთულია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, რომ ეს არის შენი ხანდახან შინაგანი პრინციპები, შენი თამოყვარეობის, შენი უამრავი, შენი სიყვარულის წინააღმდეგად წასვლა, ის სიყვარულის როგორც შენ გესმის, როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, გიყვარდეს ის, ვისაც სხვა უყვარს მაგალითად და ესეთი უამრავი რამ. ეს ხომ ძალიან რთულია და ეს ყველა შეუძლია? თუ მოინდომებს ყველა შეძლებს, უпроსორად ასე ვიკითხავ. აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის შესაძლებელია ეს, თუ კი თვითონ მოინდომებს. შეუძლებელია რომ ესე იგი ადამიანმა რაღაცა მსგავსი კუთხით მოინდომოს განვითარებ, მეტნაკლები ძალები ხა ჩვენ უნდა ვთქვათ როგორც ფიზიკურად ეხლა ვიღაცამ ბევრი ვარჯიშის შედეგად შეიძლება მიაღწიოს 100 კილოგრამს წევდეს სიმძიმეს და ვიღაცამ ვთქვათ არ აქვს ესეთი ფიზიკური ძალები, თუმცა კი არანაკლებს ვარჯიშობდა მასზე და შეიძლება 50 კილოგრამამდე მივიდეს მისი მაქსიმალური ზომა. ამბობდა სწორედ გუშინ რომ აი ჩემზე მეც ვარჯიშობს სხვა ან შეხედავ ჩემზე მეტი ხონი აქვს თითქოს, მაგრამ მე ვაღწევ ამ შედეგებს, იმიტომ რომ ეს უფლისგან მოდის და ესე მადლიერებით აი ძალიან ესეთ სიტყვები იყო ძალიან იმოქმედა. სპორტსმენები რომ ამას ამბობენ ხოლმე და ძალიან კარგია მათი ყველაფერი არის უფლისგან. რომ ადამიანებს და ან რაღაცა თითქოს მოდაში შემოვიდა ეხლა რომ თითქოს ღმერთის გარეშე გინდა რაღაცა გზის გავლა და შეუძლებელია ეს ყველაფერი და კარგია რომ სპორტსმენებიც ამას ესეთ ყურადღებას აქცევენ და ამიტომაც მე დაუბრუნდები ჩვენ თემას და გეტყვით რომ შესაძლებელია ყველასთვის. რა თქმა უნდა ყველასთვის, ოღონდ სხვადასხვა დოზით, რა თქმა უნდა. ვიღაცამ შეიძლება მარტო იმას მიაღწიოს, რომ აღარ ზულდეს ადამიანი, მაგრამ იმის იქეთ ნაბიჯი ვეღარ გადადგა. მასზე ლოცვები ვერ წაიკითხოს. მაგრამ ამავდროულად გეტყვით, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ეს ძალიან დიდი რამ არის, რომ მისი შეურაცხყოფელი, მისი დამამცირებელი ვიღაცა შეიძლება აღარ ზულს. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მინდა გითხრათ და თუ ამის შემდგომ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს ძალიან ახლოს მივა აი იმ სრულყოფილებასთან, რომელსაც საფრთხო სიყვარული ქვია. აქედან გამომდინარე, ყველასთვის შესაძლებელია, ვინც მოინდომებს. ბედნიერება რა არის? აი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ბედნიერება რა არის? ბედნიერებას ყველას თავისებური აღქმა აქვს, ხომ ზოგის სიყვარულში გამართლება, ზოგისთვის კარიერაში გამართლება, ზოგისთვის უბრალოდ იმის ყიდვა რაც უნდა და აი უფრო მაღალი გაგებით რა არის ბედნიერება?
ნებისმიერი ადამიანი რომ გაარჩეროთ და გითხოთ რომ სურს თუ არა ბედნიერება, გეტყვის რომ კი. რომელი გეტყვით რომ არ სურს ბედნიერება. არ მეგულება მას. კითხვა რომ დაუსვა რომ რას გულისხმობს ამ ბედნიერებაში, აი უკვე მანდ წავალ ესეთი დაკონკრეტება, რას თქვენ ჩამოთვალეთ ახლა რომ ნარაჯანმრთელი ჯანმრთელობას გეტყვით და უფულ ფულს და ვიღაცა კიდე სხვა რამეს. სინამდვილეში ნამდვილი ბედნიერება გახლავთ სულიერი სიხარული. სულიერი მადლი თავსება. ეს ვისაც განუცდია, ამის ძიებაში ატარებს მერე მთელ ცხოვრებას. და როგორ ხდება ეს? რა დროს ხდება ეს? ეს არის ღმერთის მადლის შეხება შენს გულზე. ეს როგორ ხდება და ვიღაცისთვის შეიძლება მოხდა რაღაცა კონკრეტულად ეკლესიაში სადმე სადაც თქვათ ის მსახურებას ისმენ და ვიღაცისთვის შეიძლება ავტოტრანსპორტში მოხდა და ღმერთზე რო ფიქრობდა მაშინ მოხდა ესეთი სულიერი შეხება. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ღმერთი არ შეეხება ესე. და იგრძნობს ამას აუცილებლად ადამიანი. აუცილებლად იგრძნობს სინათლეს. და აი ეს ბერები როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომლებიც გადიოდნენ და წლები 10 წლეულები უბრალოდ არა წლები არამედ რამდენიმე 10 წლეული შეძლოთ უდაბნოში სრულიად სიმარტოვეში რაღაცა ველურ განდეგილობაში მხეცებთან ერთად ეცხოვრათ როგორ წარმოგიდგენიათ როგორ შეეძლოთ მათ ეს რომ ადამიანური ნების ყოფა ჰქონდათ ამხელა რომ ეს გაეკეთებინა მარტო რო ყოფილიყვნენ გამორიცხული ისინი არ იყვნენ მათ ჩავლეს ხელი სწორედ ამ ბედნიერების ნაპერწკალს რომელი ნაპერწკალი ცეცხლად გადააქციეს. ამიტომ ისინი აღარასდროს აღარ განიცდიდნენ აღარც სიცივეს, აღარც შიმშილს და აღარც სხვა რაიმეს. ანუ მათ ჩაავლეს ხელი იმ ბედნიერების ნაპერწკალს, რომელიც მათთან მოვიდა უფლისგან და ცეცხლად აქციეს, ხო? არაჩვეულებრივია. იმიტომ რომ ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ ასეთ რამეს, რომ ვინ ვარ მეო ქრისტე ეკითხება თავის მოციქულებს და პეტრე პასუხობს მას, რომ შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა და ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარიონაო ეუბნება, იმიტომ რომ ეს შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადაო, არამედ ზეციურმა მამამ. ეს რას ნიშნავს, რომ ეს სისხლით და ხორცით რაღაცნაირად შენი ან ლოგიკური მსჯელობით, ან უნივერსიტეტის დამთავრებით, იმ ინფორმაციულობით, რომ სულ რომ ეხლა მთელი ოქსფორდის ბიბლიოთეკა შენს თავში ეტეოდეს, ამითი კი არ არის მიღწევადი ეს ამბავი. ეს მიღწევა ერთადერთი იმ შეხებით და ამ შეხების მომენტს თუ კი დაიჭერს ადამიანი და ამას განავით აუცილებლად ჭირდება ამას განავით. არ შეიძლება რომ ეს ეხლა მოვიხელთე და მორჩა აღარ ჭირდება ამას გაბევრება. სჭირდება გაბევრება ამას ყველა შემთხვევაში. და ამ მომენტს ხომ დაჭერაც და მიხვედრაც ჭირდება. ხომ შეიძლება ეს ვერ მიხვდეს. გამორიცხულია რომ ვერ მიხვდეს ამას ადამიანი. მიხვდება ყველა ვარიანტში. განათებს იქა. აუცილებლად მიხვდება. შეუძლებელია. აი ფერის ცვალების ისტორია გახსოვთ? 3 მოციქული ახლავს იესოს. პეტრე, იოანე და იაკობი. თაბორის მთაზე არიან ასულები. ღამე ამათ ჩაეძინებათ და უცნაური სინათლე გააღვიძებთ მათ. უცნაური იმდენად რომ შეუქმნელი სინათლის შესახებ არის ლაპარაკი. სინათლე რომელიც ხელით ქმნილი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ვეხა ვერაფერი ვერ გვაგვაკვირვებს, ვერც ეს განათებულია, ისა რა ქვია, სტუდია და ვერც უკვე ტექნიკა რომელიც იღებს ახლა ჩვენს ხელოვნური ინტელექტიც კი. ხელოვნური ინტელექტიც ვიცით ზუსტად როგორ იკვებება უკვე და როგორ იზრდება და რანაირად ხდება მისი მართვა. აბსოლუტურად ვეღარაფრით ვეღარ გაგვაკვირვებს, მაგრამ გაგაკვირვებს ის გაკვირვებს რაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ღვთიური ბედნიერება, შენთვის არაბუნებრივი ამბავი. შენთვის ბუნებრივია თქვათ ეხა ეს ჭიქა, რომელიც იცი როგორ გაკეთდა, წყალი რომელიც ასხია და ხანდახან ასე ამას ისე ვართ მიჩვეულებთ, ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია და წარმომავლობას აღარც კი ვკითხულობ. დამიდგეს აქ პირდაპირ ესე იგი გამოვიყენე. მაგრამ ეს არის მის წარმომავლობას რომ ვერ ხვდები. რა სიხარული შემოიტანა შენში? სხვანაირი. აბსოლუტურად სხვა განცდა არის ეს. ამიტომაც ეს შემხებლობა არის ნამდვილი ბედნიერება და ეს შემხებლობა არის ადამიანის შემხებლობა ღმერთთან. და ამ მომენტის ძიებისთვის უნდა იყოს ადამიანი გადადებული და ამისთვის ღირს სიცოცხლე არა აი ამ ძიებისთვის ეს ისეთი სიხარულია ამ გზაზე სვლისთვის რა თქმა უნდა და ჩვენ ორი რამ არ უნდა აურიოთ ამიტომ ერთმანეთში ამის შემდგომ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს მოღვაწეობა და მოღვაწეობა ექცეს მიზნად რომელიც მას აუცილებლად დააბნევს
და დაბნევაში შეიყვანს. ნებისმიერი მოღვაწეობა მიზანი კი არ უნდა იყოს. ნებისმიერი მოღვაწეობა საშუალება უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად, რომ იმ მოხელთებულ რაღაცა ელვას, რომელიც შენში გამოკრთა, კვლავ მოიხელთებდე უფრო დიდი დოზით. ამიტომაც ვმარხულობ, ამიტომ ვმარხულობ. ვლოცულობ, ამიტომ ვლოცულობ. სხვა მოღვაწეობა ავირჩიე, თქვათ, რაღაცა სათნოებისა, ამიტომ ავირჩიე. არა იმიტომ, რომ თუნდაც განათლება, თუნდაც ის, რომ სადღაცა ჩავაბარე, რაღაცას ვსწავლობ, კარიერულად ვიზრდები. აი ეს ყველაფერი ამ მიზანს თუ არ ემსახურება, მაშინ გამოდის, რომ მე ისევ ამ ქვეყნიურზე ჩამოვსულ ვარ და კარიერა მჭირდება იმისთვის, რომ გავდიდებ, ჩამოვსვა და არაფერი მეტი არ მაინტერესებს. თქვათ, იქ ის მარხვაც იმიტომ ავირჩიე, რომ აი სიტყვა მაქვს ნათქვამი უნდა ვიმარხულო, ხშირად მოისმენთ ასეთ რამეს, რომ მე ეხლა პურზე და წყალზე უნდა ვიყო. ვის რა შეჭირდება შენი პურზე და წყალზე? თუ ვინმე ფიქრობს ეხლა რომ ღმერთი ზის და იმას უყურებს, ვინ პურზე და წყალზეა და ვინ თევზზე და ღვინოზე? ძალიან ცდება. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ შენ ეს საშუალება პურზე და წყალზე ყოფნისა, ან თუნდაც თევზზე და ღვინოზე ყოფნისა, როგორ გამოიყენე იმისთვის, რომ მიგეღწია ამ ბედნიერებისთვის. აქ ამაზე არის ლაპარაკი, თორემ შეიძლება საერთოდ არ ჭამდეს ადამიანი არაფერს, რაღაცა გარკვეული დღეები, მაგრამ ჩვენ გვჭამდეს სულ ყველას თავისი ანჭლი ხასიათით. და ამიტომ აზრი ეკარგება ყველაფერს. და როდესაც პირიქით არის, რომ მიზანი ჩემთვის აი იმ სინათლის მოხელთებაა, რომელმაც ერთხელ გამოკრთა ჩემში და ასეთი სიხარული მომანიჭა, კვლავ მინდა მისი მოხელთება, რომელსაც გამუდმებულად გრძნობ, თუ როგორი ბედნიერი შეუძლია მან გამხადოს მე, იმიტომ რომ იმ ერთ წამში ისეთი ბედნიერი გამხადა, რომ კვლავ მინდა ეხა ეს გრძელდებოდეს უსასრულოდ, ამისთვის უკვე მიზნად ვიყენებ მე ამ მარხვას. მიზნად ხო, მიზნად რა. საშუალებად ვიყენებ, რომ მივიდე მიზანთან. აი ამ მარხვას საშუალებად ვიყენებ ყველა სხვა სათნოებას, მათ შორის წირვა-ლოცვაზე სიარულს, მათ შორის მოძღვართან ურთიერთობას, მათ შორის იმ ახსარებას, ჩემს სინანულს, ყველაფერს, იმიტომ რომ მოვიხელთო ერთხელ. აი ის განათება რომ მოიხელთო და ყველას უსურვებ ამას, ალბათ ხომ თქვენ თავარი სურვილიც ეს არის, რომ მოიხელთო ღმერთი. აი დროჩქარა გავიდა, ვერც ვიგრძენი ისე გავიდა. არა და იმდენი შეკითხვა მაქვს თქვენთან, მაგრამ ესეთი მონუსხული გისმენთ, რომ ეს შეკითხვები დამავიწყდა. მე მინდა აი ჩემ მაყურებელთან ერთად გთხოვოთ, რომ ერთხელ როცა კიდევ შეძლებთ და მოიცლით გვესტუმროთ, ჩვენ ბევრი მაყურებელი გვყავს, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი ქართველები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საუბარი, თქვენი ეს არაჩვეულებრივი რაღაც მიმზიდველობა მათთვის დიდი სტიმული და ყოველდღიურად დიდი იმედის და ოპტიმიზმის მიმცემი იქნება. ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლიერება ჩემგან, ძვირფასებო, მაყურებლებო, ეს იყო არაჩვეულებრივი დროში, გემშვიდობებით, პარასკევს შევხვდებით 20 საათზე, როგორც ყოველთვის. მადლობა რომ გვიყურებთ.